ეხლა ერთი განცხადება ძვირფასებო სიახლე თქვენ სიახლე ის არის რომ ჩვენ გვყავს ახალი მანქანა თქვენ იცით რომ ჩვენი რაც არის ეკლესიას ეკუთვნის თქვენ იცით რომ ბევრმა მე ძალიან ძველი მანქანა მყავდა 26 წლის და ძლივს დადიოდა უკვე და ძალიან ბევრი ხანი მეუბნებიან რომ უნდა შევცვალოთ მანქანა ხელოსანმაც კი მითხრა რომ ცოდვა ეს მანქანა შეცვალეო ნუ ღარ აწვალებო იმიტომ რომ ხშირად ვიყავი ხელოსანთან და ჩვენი და ესე იგი გიორგი ინაურმა მითხრა რომ კაცრად ამ წელიწადში უნდა შეცვალო მანქანაო და ეს მივიღე მე ნიშნად რომ ეს უნდა გამეკეთებინა და რამდენიმე თვის წინ ვთქვი რომ მაისში მანქანა შევცვლი მეთქი რაც არ უნდა მოხდეს თქო და რა თქმა უნდა ჩვენ დავიწყეთ მანქანის ძებნა და ეს პატარა ამბავი არ არის მაგრამ მადლობა მინდა უთხრა ბელას რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული და ეძებდა მანქანებს სხვადასხვა საიტებზე და ის რომ უნდა შეგვეცვალა ამას ყველა მეუბნებოდა ყველა ძმა და ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთი მანქანა ნუ მე ვაეუბნებოდი რომ რაღაც პატარა ოღონდ ნუ ჩვენ ახლა თანხა არ ქონდა მაგრამ მაინც ვიცოდი რომ უნდა შეგვეცვალა იმიტომ რომ უკვე ბოლო ეტაპი ქონდა ჩვენს მანქანას თან ჩვენთვის მანქანა მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის ახლა ჩვენი შვილი რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის არის ის უმანქანოდ ვერ გადაადგილდება ანუ ჩვენთვის ეს ასიცოცხლო მნიშვნელობის არის გარდა იმისა რომ საჭირო არის. ნუ ჩვენ ვფიქრობდით რომ ვიყიდით რაღაც მანქანას, პატარა მანქანას, ჩვენ თანხა არ ქონდა, მაგრამ ჩვენი დები და ძმები ამ შემთხვევაში გვერდში ამომიდგნენ. ერთმა და ჩვენ ბინა გავყიდეთ, იცით $90,000 და იქიდან რაც დაგვრჩა იყო $1,400, თქვენ იცით რომ ყველაფერი ჩვენ ჩავდეთ ამ შენობაში და ეს თანხა იყო დარჩენილი, ესეც იმიტომ იყო დარჩენილი, რომ ერთმა დამ არ აიღო უკან თანხა, რაც იყო ჩადებული. მეორე ერთმა დამ, რომელიც აქ არის დარბაზში ჩვენ შორის არის, გვასესხა $4,800. მეორე დამ გვასესხა $1,000. $400 კიდე სესხი ავიღეთ და $1,400 გვაშეგვიგროვეს ბერძენმა და ამერიკელმა ძმებმა. ასე რომ სულ შეიკრიბა $9,000 იმისათვის რომ მე მანქანა მეყიდა. ნუ თქვენ ხედავთ რომ ეს გარკვეული თანხა გასასტუმრებელია, მაგრამ ის რომ ჩვენ ბანკის პროცენტი არ ქონდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვფიქრობდით რომ გვეყიდა რაღაც პატარა მანქანა და ვეძებდით ხან ამერიკაში, ხან ევროპაში და ხან საქართველოში, მაგრამ აღმოჩნდა რომ ასეთი მანქანებიც ზოგჯერ ადის უფრო მაღალ ფასზე. ნუ ჩვენ ახლა არ გვინდოდა ძველი გვეყიდა, დიდი გარბენით და რაღაცა, იმიტომ რომ მე რო ვყიდულობ ისე არ არის რომ ერთ წელიწადში გამოვიცვლი და რაღაცა. ხა ეს მანქანას რომელიც ყავდა, ერთი 10 წელი იყო, იმიტომ რომ მე მანქანების ცვლა არ არის ჩემი, ასე ვთქვათ, მიმართულება. და მოკლედ ერთხელ ერთ მასზე ბელა მითხრა რომ რაღაც მანქანა არისო, კარგი ფასი არისო. და ცოტა დიდი მანქანა იყო. მე ვთხარი ახლა ამ ხელა მანქანას რანაირად ვატარებ, როგორ ვიყიდი, თან ძალიან ძვირფასი არის რაღაცა, მაგრამ რო იტყვიან აქეთ-იქედან შემიჩდნენ და მოდი ვნახოთ ეს მანქანაო. ნუ წავედით, აზერბაიჯანელი იყო სადღაც ფონიჯალაში თუ სართიჯალაში, კარგად არც ვიცი, იმიტომ რომ წავედით მე და ქეთის ვაჟი ნიკა.
რომელიც მანქანებში არის სპეციალისტი, წამოიღო ხელსაწყოები, ყველაფერი გასინჯა, გამოსინჯა, უკაკუნა აქედან იქედან, ყველაფერი შეამოწმა, ღირდა $10,000, მაგრამ ნიკამ იმდენი ელაპარაკა $9,000-ზე ჩამოიყვანა. და დაურეკა მის მეგობარს ამას იმას მე ახლა ასე ფული ჯიბეში არ მქონდა ეს პიროვნებები შეპირებული იყვნენ ფულს, მაგრამ თუ ვიყიდიდი, მაშინ მომცემდნენ და რაღაც ნაწილი ადამიანებისა. მოკლედ ნიკამ ძალიან დიდი პატივი მცა, ქეთი ძალიან დიდი პატივი მცა, ფულიც თვითონ მქონდა, გარკვეული დიდი რაღაცა და მოკლედ ვიღაც მეგობარსაც დაურეკა, იმანაც ურჩია რომ რაღაცა ესო ძალიან კარგი ვარიანტი არისო და ისტორია რო არ გავაგრძელოთ, ეს მანქანა ვიყიდეთ. ვიყიდეთ ეს მანქანა და წამოვიყვანეთ და მოკლედ ნიკამ გაგვაფორმებინა, ყველაფერი გავაკეთეთ. და ესე იგი ეს არის დამსახურება ჩვენი დების, ჩვენი ძმების, რომ ჩვენ შევძელით ქონოდა ახალი მანქანა ძვირფასება. ჯერ მანქანი ჩვენ არ გაგვივლია, არ ვიცი როგორ შევეგუები იმის მერე ამ მანქანას, მაგრამ ჩვენ გვყავს ახალი მანქანა ძვირფასება. მე მჯერა რომ ყველა ამ თანხას, რომელიც გვაქვს გასასტუმრებელი, უფალი გაგვასტუმრებიებს. თქვენ იცით, როდესაც ეს შენობა დავიწყეთ, ჩვენ თანხა არ ქონდა, მაგრამ შენობა დასრულებული არის. ღმერთმა ბევრი სასწაული გააკეთა, როდესაც დავიწყეთ ეს შენობა, ჩვენ ვთქვით, რომ უნდა იყოს ძალიან კარგი ეს შენობა. ჩვენ გვეუბნებოდ, თქვენ არ იცით რამდენი უნდა შენებას იმას და მართლა არ ვიცოდი, მართალი გითხრათ, მაგრამ უფალმა დაგვიჭირა მხარი და ჩვენ ვართ ლამაზ და კარგ შენობაში. ასე რომ ისტორია ასე არის ძვირფასებო. მანქანა ძალიან ლამაზი და კარგია, ჩემი ჩანაფიქრი იყო რაღაც პატარა და მოგრძალებული, მაგრამ გამოვიდა ასეთი. შენობასაც მართალი გითხრათ, პირველი პროექტი რო ამ შენობის გავაკეთე, იქნებოდა პირველი სართული და სახურავი. მაგრამ გამოვიდა თითქმის 3 სართული. ანუ რაღაცნაირად ასე გამოდის ხოლმე. მოგრძალებულად ვფიქრობ, მაგრამ ღმერთი რაღაცნაირად სხვანაირად ასრულებს და ეს არის ჩვენი რწმენი ძვირფასებო და მე მჯერა, ვისაც უთხარი, პირველი გიორგი იყო ძალიან რო გაუხარდა და მითხრა ბელა, ნიკამ ძალიან იმასაკნა, რო გითხრათ, აი რო იტყვიან მომაწვა რა რო იტყვიან, რომ იყიდეო და კარგიო. დიდება უფალს, დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს, მადლობა ღმერთს ამისათვის, უფალს მადლობას უხდი.